კუბაში პოლიტიკური და ენერგოკრიზისის გამწვავების ფონზე ჰავანამ ევროპული სოლიდარობის ჯგუფისგან 7 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო. მცირე საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე ორგანიზაცია Open Arms-მა განალაგა სამოქალაქო საზოგადოების 150 წარმომადგენლობასთან ერთობლივად შეგროვებული მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტები, სასურსათო პროდუქცია, მზის პანელები და ფოტოელექტრული აღჭურვილობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცეული კუნძულოვანი ქვეყნისთვის. ამჟამად კუბა საზოგადოების ყურადღების მიღრმაა დარჩენილი. იქ ჩუმი ჰუმანიტარული კრიზისი მიმდინარეობს. მათ სურთ, რომ ეს კრიზისი შეუმჩნეველი და გაუგონარი დარჩეს. მაგრამ თუ შეგვიძლია მასზე საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ, ახლა სწორედ ამის დროა. ჩვენ აქ ვართ, რათა დავგმოთ ეს სასტიკი და არადამიანური ბლოკადა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოვედით სიმბოლური გემით, რომელმაც ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. ახლა კი ატლანტიკის ოკეანე გადმოკვეთა და აქ ჩამოვიდა. მე აქ ვარ, რათა კუბის ხალხისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო. 2026 წლის პირველი კვარტალიდან გაძლიერებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე კუბაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტად რთულდება მოსახლეობის ყოფა. გარდა იმისა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად აღარ დარჩა საავიაციო საწვავი და შეზღუდულია ავიამიმოსვლა, თითქმის ყოველდღიურად იქცა ხანგრძლივი დროით ელექტროენერგიის გათიშვა, რადგან ნავთობის მარაგები არ არის საკმარისი სადგურების სამუშაოდ. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გამოვიდა წყობიდან დენის გამონაწილებელი ობიექტები, რამაც მთელი ქვეყანა ჩააბნელა. ამიტომ გამოიწვია სადისტრიბუციო პროცესების შეფერხება, რის გამოც მაღაზიების დახლებიდან პირველადი საჭიროების პროდუქტები თითქმის სრულად გაქრა. შიგნით მდგომარეობაზე საუბრობს გაერო და მიუთითებს, რომ კრიზისის შესამსუბუქებლად ცდილობს ყველა საკომუნიკაციო არხი გამოიყენოს კუბის ხელისუფლებასთან. ჩვენ და ჩვენი ჰუმანიტარული პარტნიორები დახმარების გაწევას ვაგრძელებთ. ივნისის ბოლო მდგომარეობით კუბაში თითქმის 9 მილიონმა ადამიანმა მიიღო სუფთა წყალი, ხოლო 900,000-ზე მეტმა სასურსათო დახმარება ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ქვეყნის მასშტაბით განმეორებითმა ელექტროენერგიის გათიშვებმა კვლავად შეაფერხა ელექტროენერგიაზე, სუფთა წყალზე, სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობა. რის შედეგადაც კუბის მასშტაბით ჰუმანიტარული საჭიროებები კიდევ უფრო გაღრმავდა. ჰავანას საავადმყოფოებმა მომსახურება შეზღუდეს, ხოლო ქალაქის წყლის ატომების სადგურები მთლიანად გაჩერდა. ჰავანა და სანტიაგო დე კუბა წყლის მოწოდების სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან, რაც ძირითადად სატუმბის სადგურებისთვის საწვავის დეფიციტით არის გამოწვეული. ეს წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის. ამჟამად გაეროს სამოქმედო გეგმა კუბისთვის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რისთვისაც 94 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. თუმცა გეგმა ამ დროისთვის მხოლოდ 40%-ით არის დაფინანსებული. თვეების განმავლობაში ვაშინგტონში კუბასთან დაკავშირებით არაერთ ხის განცხადებას აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ კუნძულოვან სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობაში დამნაშავე მხოლოდ მისი კომუნისტური ხელისუფლება იყო. თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არაერთხელ თქვეს, რომ მზად არიან დიპლომატიისთვის, თუმცა თუ კი კუბის ხელმძღვანელობა შესაბამის ნაბიჯებს არ გაადგამდა, მზად არიან ვენესუელის მსგავსი სცენარის გამეორებისთვისაც. ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის კაბინეტის ყურადღება კვლავ ირანისკენ მიეპყრო, ამიტომ სავარაუდოა, რომ კუბაში კომუნისტური მთავრობის დამხობის გეგმა გადავადდა.